მოგესალმებით, მეგობრებო. ეხლა არის ხამის 3 საათი და მივდივართ მეგობრები ალგეთის წყალსაცავზე. დიდი ხანია არ გვითევზავია და იმედია შედეგიანი თევზაობა გამოგვივა. მზად არის ჩვენი მანქანა, ჩვენი ტრანსპორტი. ბარკი 360 კრიშაზეა მოთავსებული, ძრავი გვაქვს მერკური 15. ეხლა დროა ჩავждეთ, არ დავაგვიანოთ, გამთენიისას უკვე ალგეთის წყალსაცავზე უნდა ვიყოთ და მოუწყოთ თევზებს კონცერტი. წავედით. ქალაქში ამ დროს საცობები არ არის და ძალიან სასიამოვნოა ქალაქში ამ დროს სიარული. ეხლა გავუვლით ჩვენს მეგობრებს ბასარაძაღლები. ჩავსხდებით და შემდეგი გაჩერება უკვე გვექნება სუპერმარკეტში თბილისის გასასვლელში. ავიღებთ წვენებს, ჩავაცივებთ. ხორცი უკვე ნაკიდი გვაქვს, მაცივარშია მოთავსებული და იმედია არ გაწვიმდება და დღის პირველ ნახევარში მაინც გვაცდის ამინდი თევზაობას რა. ამინდზე ზოგადად ბევრი რამ არის დამოკიდებული. სხვათა შორის მინდა გითხრათ მაგარ წვიმაში ალგეთის წყალსაცავზე კარგი თევზაობები მაქვს ჩატარებული, მაგრამ აი გადაღება და მსგავსი რაღაცა მე უფრო გაჭირდება და თქვენამდე ამ კადრების მოტანა გამიჭირდება. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ კარგი ამინდი იქნება და ხელ შეგვიწყობს ბუნება ამაში. ეხლა გავდივართ ქალაქიდან ნენელა, ცოტა მეძინება და აჩიკო დაждდა საჭესთან. უკანზის გაბრი გრაში ვართ. შემდეგი გაჩერება გვაქვს უკვე კოდაში, დიდი სუპერმარკეტი არის. მან შევიზენთ რაღაცებს, წვენებს და სასუსნაოებს. ხორცი უკვე შეძენილია და მოკლედ დღეს კარგად ვიმწვადავებთ, კარგად დავლებთ, თევზსაც დავიჭერთ და წინ კარგი სანახაობა გველოდება იმედია. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ დღევანდელ გასვლაში, დიდი რესურსი ჩაიდო ამ ყველაფერში და იმედია ერთად ვისიამოვნებთ მეგობრებო. გაჯობია სუფთა ჰაერზე სიგარეტის მოწევას, ა? ობის კლინტი. ხო, ჩამოვედით, ეხლა ვართ კოდაში. ერთ-ერთ სუპერმარკეტში შევვალთ, ვიშოპინგებთ და გზას გავაგრძელებთ. ამჯერად საჭესთან დავждები მე, იმიტომ რომ აღარ მეძინება. ცოტა მალე უნდა ჩავიდეთ, რადგან უკვე დაგვათენდება და დილის თევზაობას გავმაზავთ. თქვენ კიდე წაუძინეთ ბიჭებო. სიამოვნებაა. წავით, ეხლა ვიშოპინგით, ხო? ლიშვილო. ვითევზავებთ დღეს. რატო გაქვს წაშლილი სახე? მეძინია. მარილი დაჭირდება ხორცი გვაქვს. ეხლა გიორგი შოპინგობს. და ყველა შემთხვევაში დავიდოთ პროცეული სოუსი, რომელიც ჯორჯია ხანთელისგან მიცნობს ძალიან მაგრად ხდება წვანს. პროცეული სოუსი მართლა კარგი არის. აბა სად არის გიორგი პროცეული სოუსი? აი ხელი ვარდი გავ. ჩაი. აჩი შენას მიირთმევ. ბიჭო. მე ვაფშე აფშია ეხლა და მე პროცეულია წვაც. რა გინდა უნდა მაგინებინო თავი. გაჭრილი რატომ უნდა? მიკროფონი. მეორე დაი. ბიჭო, კი. ორი პროგო. წყლები გააქვს. ოპერატორს ეძინება. ტრენი გვაქვს, კარგო. გაბრი, ნუ გძინავს. კოკოლა ფანტატუ სპრაიტი. რომელია? ცივის ასმელები. გარიაჩი. დღეს მაგრად ვიქეიფეთ ბიჭებო.
ეს არის ჩვენი მოწყობილობები, რომ გაინტერესებდათ ჩვენი აღჭურვილობის შესახებ, აი ამდენი რაღაცა და გვაქვს, როდესაც ვიდივართ სათევზაოდ და ვცდილობთ, რომ შემოგთავაზოთ ხარისხიანი ვიდეო. აი ძალიან შრომატევადია, როგორც ხედავთ, ნახეთ, რამდენი რაღაცა დევს მანქანაში რა. უთყავ ჩარტყმებია. შეიძლება ნებისმიერ დროს შემოვიდეს დიდი ზომა. ანუ აქტიური გუნდი არის. აი დაჯდა და გაუშვა რა. მოკლედ დავიწყეთ თევზაობა, აი კიდე არის ხო ჩარტყმები. ერთი თევზი დავიჭირე, გადაღება ვერ მოვასწარე, მაგრამ გიორგის YouTube არხზე შეგიძლია ნახოთ ჩვენი პირველი თევზი. ოპა. ბალახია. ავე დაიწყე გადაღება. ცეψვით. ვიჭირო. ხორჭილი უსები. თავარია ჩვენთვის გავერთოთ, თევზი დავიჭიროთ, დიდი მნიშვნელობა. აი ყოჩა. აი დავიჭირეთ, რაზე დავიჭერთ, თავარია გემრიელად ვითევზავთ. იქ დაჩვენე. აი ესეთი. ხორჭილა მოვიტანოთ. დიდი ზომის არ არის. გიომ დაიჭირა. მაგრამ ეს უკვე ჩათვლადია, შედეგია. შესაბამისად ასე კარგად დავიწყეთ. დიახ. გაუშვათ აუცილებლად. თუ მაგალითად იქნება მოზრდილი თევზები, თუ ზომებიდან გამომდინარე შესაძლებელია რაღაც გარკვეული რაოდენობის შემოგროვოთ და წავიწყოთ იმიტომ რომ ახალი თევზაობა. სპორტულად თევზაობა დაიჭირა გაუშვების პრინციპით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მანიაკობაში გადაგვივიდეს ჩემი აზრით. იტეჩი შეჩემა მაგარია რა თუნა მაგას ბაზარი. ჯოხი კაია? ბიჭო, აი ძალიან პატარაა და მართლა არა ვერას ვიდო კლეზია კიდია. სამხსოვრო დაგჭირა. ბიჭო, აი ჯოხია. არის კიდევ ერთი კორჭილა დავჭირე. აუ, გაბიჟდა. მიდი გიო. ძალიან კარგი ზომაა, მეგობრებო. გიო. ძალიან კარგი ზომაა. აი საღოლ. არ ველოდი ნამდვილად. მოიცა გიო ხელი არ შეგეშალო? არ ველოდი. საღოლ გიო. არ ველოდი. გიო, ის გვინდა, ჩოგამბადე გვინდა. გვაქვს ჩოგამბადე? აუ, ჩოგამბადე არ გვაქვს. არა უშავს. მოწიე და ჩვენ პროფესიონალები ვართ შესაბამისად. ესე შეგვიძლია ამოვიყენოთ. ოპა, გიო, მაგარი ზომა. საალაფო თევზი. გიო, კარგი ზომა. ნამდვილად კარგი ზომა. კი. ასეთი ზომები მიყვარს ნამდვილად. მიდი გიო. თხილათი გავიჯიგერო. წმულს ხელი ამ დროს არ უნდა მოვყიდოთ, ხო? ხელი არ მოვიდოთ და ამ ბოლო დროს გიო ეს არის სხვათა შორის მაგარი ზომა. კი. უფ. ძალიან მაგარი ზომის. კი, ეს არის უკვე კარგი ზომის კორჭილა. თან კარგად ვსაგებ. ხო. მოი დავიჭირო. მენდის უკვე ჰაერი გადაყლაპა მაგან. არა. გაბრაზდა. გაგიბრაზდა კორჭილა. ოდი. ეგ არის. აი ყოჩა. აბა. აი ესეთი მეგობრებო. ძალიან მაგარი ზომაა რა, რა სიტყვა. კი, კაი დასაწყისია. მინიმუმ ესეც. წავიდეთ თვითებზაოდ, წავიდეთ. ის გადამიტა ეს. მოგე გიომ. მეორე კორჭილა. ეგეც დაახლოებით იგივეა, ცოტათი პატარა. მაგრამ კარგ ზომად ითვლება რა. კი. ეხა ირაკლი, მე შენთან ერთად ჩავწერ. რომ მე და შენ ჩელენჯი უნდა გავაკეთოთ. კი ბატონი. მაგრამ აუ ის მაგარი ზომა იყო პირველი. არ გაგექცეს ბიჭო. აი სულ ურტყავს რა, სულ ურტყავს. მოიხედე რომ ჩემში. ხესთან დგას რა. ხო.
არ უნდა მაგას დაგეძინა და უარი იქნებოდა. ახლავე გადავაგდეთ და იყოს. ჯერიანი უნდა იქნება. დაჭერილი მყავს, აქვე მყავს მოყვანილი. სადამდე მოყვა. აქ დონკაობას არა ვართ, ბრატ. დონკაობას არა ვართ. აკია. დასვი ხო? კი. კეიტეცე იგა. კი. აი? ბრატ, ის დეცარი. აი, პირველი თევზი. უნდა გადაგეხო. გიომ გაანულა წეღან ქულები და მოკლედ ჩელენჯი გვაქვს ეგეთი რა, ვინ უფრო მეტ თევზს დაიჭერს. 1-0. დრო არ დავკარგოთ, გაუშვათ, პატარა არის. ხო, ჩელენჯი არის ესეთი რა, ანუ დღეს თევზს დავობთ, ვინც მეტ თევზს დაიჭერს, ის არის გამარჯვებული. და აი გამარჯვებულიას გააკეთებს და წაგებულიას გააკეთებს, მაგას მალე გაიგებთ. ამიტომ უყურეთ ჩვენს ვიდეოებს და შემდეგი ჩელენჯი იქნება უკვე სასროლეთში, სადაც მე და გიორგი შევეჯიბრებით 100 მეტრ დისტანციაზე. მოკლედ გავისვრით ერთი და იგივე იარაღით, ერთი და იგივე ვაზრებით, რომ სრულიად თანაბარი იყოს შანსები. სხვათა შორის სულად არის ის გიორგი. ბიჭო, პიკით. ნუ პრინციპში აუ ნახე, ერთ ზოლზე ჩავაგდეთ 3. დამუღამება უნდა იმპრინციპში, რომ თავისი იარაღია და ხი 100-ზე უნდა მაჯობოს 100%. თან მე 100-ზე არა ვარ სწორად. ანუ ესეც ჩემო გიორგი 2-1 ხო? ეგრე გამოვიდა. კი ბატონო. 2-1 დაწინაურდა ჟივეცი. უყურე. გაუშვათ, რა თქმა უნდა. რაღაც უკუდო სილიკონზე დაჭდა. რა ხვებს გამოსცემ გიორგი. 2-2. გაათანაბრა გიორგიმ. ავათანაბრე 2-2. ის ახალი სილიკონი მომეც თორე შეჭამა იქ. აღარ დარჩა არც კუდი, არც თავი. მე ვხევზაობ როგორც ხედავთ ფანატიკის გიპროზე და ბატონი არჩილი ამარაგებს ახალი სილიკონებით აი. სილიკონებით და ეს სილიკონი არის კონკრეტულად კეიტეჩის შადი ფაქტი. აი, ესეთი სილიკონია. 2 ინჩიანი ზომა. ერთ-ერთი ლეგენდარული ვერსია არის, მოგეცნები კეიტეჩი საკმაოდ კაი ბრენდია და ძალიან კარგად იჭერს თევზს. თუმცა თუნდაც ჩინური და უკრაინული ბრენდები ნამდვილად არ ჩამოვარდება. ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე დღევანდელ თევზაობაში. გაბრო, აი ესე რო არ ქონდეს საფუძვლები, რა შეგიძლია ცოტა ზემიდან გადაიღო, აი გაათანაბრო ხო თუნდაც. განაპირობებული. ხო, მოეჭვობთ, კალეზე თუ დაგიყიდა და არ გადაგიყო. მე ჩაიხვარე მათ შიშის გარე. თუ აღარ გიში. აი დარტყო ხოლმე მეგობრებო. ფარგა სუხოია. ფარგა არის ათქული. ფარგა არის სუხოი. აქ ფარგას. აქ ვერ დავუჭერთ ფარგას. სასწრაფოდ შევცვალოთ. რატო ვერ დავუჭერთ ფარგას? არ შემოდის აქეთ. ძალიან იშვიათად რო აქეთ. ნუ რაც ფაქტებია, ძირითადად უფრო იქეთ მხარე არის რა შესართავისკენ. დაახლოებით აქედან 1 კილომეტრში.
ეს სილიკონი მაგათ თევზია ყავდა დაჭერილი ამ სილიკონი. თო. სამი თორი. მოდი აქ. ესეც. სამი თორი კიდე კაი არ გადავარდა თორი არ ჩამithვლიდა ქულას. უშენი. მოდი აქ. აი. ეს პატარა ზომა, მაგრამ ქულა არის. დადი კამერა ისე და GoPro მომაწოდე და მკერდის სამაგრია კიდე მათი. აუ გავვაზე ჩართო. ეს მოვიდან ფუზოვო ყოფილა კაი. მე დავიჭერ იქ თაგდები ჯოი. GoPro снимай видео. GoPro 4 თორი. ირაკლამ კიდევ ერთი თევზი დაიჭირა. ეს თუ თევზია? თავარია შედეგში გეთვლება. 4 თორს ვაკეთებ. საწყალი. პატარა გუნდს ყავართ, აი. თავარი შედეგია ბატონო. ესეთ კლოუზი არ მithევზავია ძმაო მართ. ეს კიდე არ არის რაღაცა საუბრო. ანუ ჩემთვის არის ხა იმდენი დავიჭირე უკვე რომ აი კიდე. რეკ. ირაკლე მე 5 თევზს იჭერს რაც ძალიან არ მოყვა. 5-ით 2 თევზი. აი მოდის და მოდის. კიდე დაიჭირა. არ გვაწყობს შენ. პატარა აუ თვალი არ დაუზიანო. თორი არაა, კაი. ახლა ჩვენ რა გავაკეთე? გადარჩა. სანამ ირაკლი თევზს გავუშვენ. მოვიფიქროთ ეს რაღაც. შევცვალოთ სატუ არა. რაც ყოველთვის არის კარგი გამოსავალი. და დავაყენოთ ირაკლი რასაც და დავაყენოთ ეს კონტინენტის კანტა. რომელიც თევზებს გაბაძრავს, კაი ჩაკავთ უნდა ამასობაში. დავაყენოთ ცოტა ისეთი მოგრძო მოწვრილი სატყუ არა, რომ უფრო მიმზიდველი იყოს. როგორც ჩანს, შედარებით სქელი სატყუ არა, თევზისთვის მაინც და მაინც მიმზიდველი არ არის დღეს. ნუ, კაი ზომა კი დავიჭირე მართალია, მაგრამ აი ის პატარა ზომები, რომლებსაც ირაკლი იჭერს, აშკარად ეს კონკრეტული სატყუ არა დიდად არ მოსწონს და როგორც თავშიც მოგახსენეთ, ამ სატყუარით ედო ნუ ქანაობ რა. შეხვეული მიდივით რომ აი დავს. გაუშვა. აიგე. აი შემოტრიალდი მაგრამ რა იქ კიდე დაიჭი. შესაძლებელი ესე 7 თორი. გიორგი. მიდი ძმა, მიდი. იგუგუნე. არი კიდე დარტყმა არ დაჭდა. სავარაუდოდ პატარა ზომებია და ამიტომ არ ძდება და ირაკლემ კიდევ ერთი დაიჭირა. კიდევ ერთი დაიჭირა. 8-3. ძალიან პატარა ზომა, მაგრამ გიორგის წესების თანახმად თევზი ჩათვლადია. თევზი ჩათვლადია.
მე მინდა გითხრა ჩემო გიორგი, რომ ძალიან კარგად ვერთობი ამ სწრაფი თევზაობით, ანუ არ ვიცი ხა ეს რა სტილია. სპინინგია მეგობრებო. მაგრამ ძალიან ვერთობი და ძალიან მომწონს. შენი ძალიან კარგი. დილის უზარმაზარი ნადავლი ხო საერთოდ თევზაობა შედგა, რაც თავარია. და საათ ნახევარია გიო თევზაობ და დაახლოებით 40 სალამდე თევზი გვაქვს უკვე ჯამში დაჭერილი. კი, საკმაოდ კარგი. კი. ნამდვილად მაგარი შედეგი გვაქვს დღეს, კარგად ვიჭირეთ, ამ ეტაპამდე. მართალია ბატონი არჩილი დიდად არ ჩანს კადრებში, მაგრამ არჩილმა დღეს ძალიან ბევრი თევზი დაიჭირა. ჩვენც არ დავაკელით, ისე რომ კარგად მიდის დღევანდელი დღე. გავანაგდი და სილიკონი შევცვალე. აუ ეხლა აუ დამავიწყდა ამ ბიჭის ჩემი და 9-3. იკა ერთი პატარა სათხოვარი მაქვს შენც. ხო. დავასრულეთ დღევანდელი ჩვენი თევზაობა. ცოტა ადრე მოვჭით. პირველ საათზე მოვჭით ფაქტობრივად თევზაობას. დავიღალით სიმართლე გითხრა, მაგიტო გადავწყვიტე ცოტა ადრე სახში დასვლა. თორე თევზი აქტიურობს, აი ჩვენი დღევანდელი ნადავლი. კარგი ზომის ქორჭილები ავარჩიეთ დაახლოებით 600 გრამამდე, აი ეს ყველაზე დიდი დაახლოებით 600 გრამამდე არის. და მოკლედ ის ზომებია, რისი წაყვანაც შეგიძლიათ ნებისმიერს და რა ვიცი. ზოგი ამბობს, რომ ყველა რასაც დაიჭერთ, არ უნდა გაუშვათო რა. მაგრამ ჩემი აზრით ისეთ ზიანს ეს თევზი არ აყენებს რა, ამ წყალსაცავებს, რომ გაანადგუროს აქ თევზი რა. ირგვლივ ხა მეთევზეები არიან, ვიკითხეთ და ამ ქორჭილის გარდა ბევრი სხვადასხვა სახეობის თევზი ყავდათ დაჭერილი. მოკლედ, ვამთავრებთ დღევანდელ თევზაობას, მე ყოფილი ვარ. რაც შეეხება იმ თემას, წავიკითხე კომენტარები ალგეთის წყალსაცავზე არ მოდის რაღაცა. დღეს ახლა ჩამოვედით და რავი, ერთი ნავით ვიყავით მარტო რა. ხანდახან აქ რომ მოვდივართ ხოლმე 10-15 ნავი ერთად დგას ხოლმე რა და თუ ხშირად არ ივლით და არ ნახავთ, ხო, ვერ გაიგებთ თევზი არის თუ არა. დღეს იმდენად უცნაური დღე იყო, ანუ ცოტა წამოწიმა, ღრუბლიანიც იყო, მზიანიც იყო, წნევაც შედარებით მაღალი იყო, მაგრამ ყველა გადაგდებაზე თევზი მოდიოდა რა. და იმის ვაგივრად რომ დაგეგოთ ხოლმე ბუნებაში გამოსვლა Facebook-ზე კომენტარებს და ეგეთ რაღაცებს ჯობია გამოხვიდეთ ბუნებაში და თავად დარწმუნდეთ თევზი არის თუ არა და სხვასაც ურჩიოთ. სხვათა შორის მე და გიოს გქონდა დღეს ჩელენჯი number 1 fishing-ის გიოს. ვინ უფრო მეტ თევზს დაიჭერდა. და გაიმარჯვა მეგობრებო, 9 თევზი დავიჭირეთ. მანამდე დავიჭირეთ დაახლოებით 40-50 თევზი, მაგრამ მე ვთქვით რომ მოდი დავაჩელენჯოთო და გავანულეთ ჩვენი თევზების რაოდენობა და 10-ლიდან ორივემ 9 თევზები დავიჭირეთ. შემდეგი ჩელენჯი იქნება გიოს წავიყვან სასროლეთში და ერთი იარაღით ერთი და იგივე ვაზნებით რომ თანაბარ უნარიანი იყოს ეს ჩელენჯი და ეს ბრძოლა მე და გიო შევეჯიბრებით 100 მეტრ დისტანციაზე სროლაში. ეს იქნება 308 ატათურქვა სკაუპით და ნახოთ აბა იქ გიო რას იზავს. დღეს მეგობრობამ გაიმარჯვა და შემდეგ ჩელენჯი ნახოთ აბა რა მოხდება. აბა დროებით მომავალ შეხვედრამდე.